ვიცოდით, რომ ცემინება არის უნებლიე ფიზიოლოგიური რეფლექსი, რომელიც მაშინ ხდება, როცა ცხვირის ლორწოვან გარს რაიმე აღიზიანებს. ამ დროს ორგანიზმი ცდილობს სწრაფად გამოაგდოს გამღიზიანებელი ნივთიერება და წამიერად რეაგირებს. სხვათა შორის, ადამიანის საშუალოდ თავის ცხოვრების განმავლობაში 50,000 ჯერ მაინც აცემინებს. და ხშირ შემთხვევაში თქვენ და ბევრს გონია, რომ მხოლოდ ჭეშმარიტებას ამტკიცებენ. ეს მეცნიერულად ასე არ არის. ძირითადი მიზეზები შეიძლება იყოს: გაციება, ვირუსები, ინფექციები და სხვადასხვა გრიპები, ალერგია, მტვერი ან ცხოველის ბეწვი, მშრალი ჰაერი ან სიცივე, მკვეთრი სუნი ან ქიმიური გამღიზიანებლები. ზოგიერთ ადამიანს მზის სხივზე მოხვედრისაც კი ეწყება ცემინება. როცა არც ერთი სიმპტომი არ არის, ცემინება ჩვეულებრივ გამოწვეულია. შემთხვევითი მტვრის ნაწილაკით ან პატარა ბუსუსით, ჰაერის სისწრაფით ან სიცივით. ხანდახან უბრალოდ ცხვირის ლორწოვანის მგრძნობელობით, როცა სრულიად მოულოდნელად აცემინებთ. აი ზუსტად მსგავსი ცემინების დროს ჩვენ ხალხურად სიმართლის დამტკიცებას უწოდებთ. თუ თქვენ ამ წამს დაგაცემინათ, ესე იგი, ჩემი ინფორმაცია მართალია. გამოყვებით სხვადასხვა სოციალურ მედია პლატფორმებზე, როგორიც არის YouTube, Facebook, Instagram და TikTok. იყავით ჯანმრთელად და გაიგეთ ჩვენთან ერთად მეტი სამედიცინო სამყაროდან.